წამოგიდგენ. ტოპოტიპი კბილებს არ იხეხავს. ავტორი ანა კასალისი, ილუსტრატორი მარკო კამპანელა. ტოპოტიპი მთელი საღამოა ეზოში თამაშობს. როგორ მოშივდა, ახლა სწორედ ვახშმის დროა. დედამ გემრიელი და ხრაშუნა ბოსტნეული დაახვედრა. თუმცა თაგუნა არც ისე კმაყოფილია. არ მინდა ბოსტნეული, შოკოლადის ნამცხვარი მინდა, წუწუნებს ტოპოტიპი, მაგრამ დედა აფრთხილებს. თუ ბოსტნეულს არ შეჭამ, შოკოლადის ნამცხვარს ვერ მიიღებ. ტოპოტიპი იბუტება, ვითომ არ იცის, რომ ბევრი ტკბილეული კბილებს აზიანებს. თაგუნა დედას არ უჯერებს და ნამცხვარს მაინც მიირთმევს. ახლა კბილები უნდა გაიხეხოს. ტოპოტიპს ყველაზე მეტად კბილების გახეხვა ეზარება. ნუ ჯიუტოპ ტიპ! ძილის წინ კბილები აუცილებლად უნდა გაიხეხო, თორემ აქ ტკივდება, უხსნის დედა და ღიმილით ამატებს. ვისაც ნამცხრები უყვარს, კბილების გახეხვაც უნდა უყვარდეს. უკვე ძილის დროა. ტოპოტიპი საწოლში მოკალათებულა, თავის დათუჩასთან ერთად. დედიკო ზღაპარს უკითხავს. დღეისთვის საკმარისია ტიპ, ძილინებისა. დედა თაგუნას კოცნის და კიდევ ერთხელ არიგებს. თუ გინდა რომ ჯამთელი კბილები გქონდეს, დილითაც უნდა გაიხეხო. ტოპოტიპს კი არაფრის გაგონება არ სურს. ურჩევნია დაიძინოს, იქნებ ნამცხრების მთები დაესიზმროს. დილით მამა კბილის ექიმთან მიდის და ტოპოტიპიც თან მიჰყავს. თაგუნა გაოცებული ადევნებს თვალს ექიმის საქმიანობას. ექიმი მამას პატარა სარკით უთვალიერებს კბილებს და კმაყოფილი ამბობს. ყველაფერი რიგზეა, ჯანსაღი კბილები გაქვთ. მერე ტოპოტიპს მიმართავს. შენ ტიპი გქვია რა? მოდი ტიპ, ახლა შენი ჯერია. შეშინებული ტოპოტიპი სკამზე ჯდება. აბა ტიპ, პირი გააღე. ვნახოთ როგორი ქათქათა კბილები გაქვს. ალერსიანას თხოვს ექიმი ტოპოტიპს. მაგრამ თაგუნას სულაც არ უნდა პირის გაღება. ის ტუჩებს მაგრად კუმავს. რატომ ჯიუტობს? იქნებ იმიტომ, რომ დილით ისევ დაეზარა კბილების გახეხვა. ბოლოს და ბოლოს ტოპოტიპი პირს აღებს და ექიმი ახლა მას უთვალიერებს კბილებს. ყველა კბილი ჯანსაღია, მაგრამ არც ისე სუფთაა. კბილების გახეხვა არ გიყვარს ტიპ? ეკითხება ექიმი თაგუნას. კბილებს დღეში ორჯერ თუ გულმოდგინედ არ გაიხეხავ, აქ ტკივდება და სასუსნავებს ვეღარ მიირთმევ. კეთილი ექიმი თაგუნას პატარა წიგნს ჩუქნის, სადაც წერია როგორ უნდა მოუვაროთ კბილებს. ტოპოტიპს ერთი სული აქვს როდის მივაშინ. ნეტავ რატომ? რომ მაშინვე კბილები გამოიხეხოს? სულაც არა. ის თავის ოთახში შერბის და სათამაშოებს ყუთებიდან ყრის. მომეხმარე დათუჩა, მთელი ჩვენი სათამაშოები უნდა გამოვალაგოთ. მალე მაჩვი გვესტუმრება და ღამით ჩვენთან დარჩება. იცი რა მაგრად გავერთობით? უხარია ტოპოტიპს. ცოტა ხანში მაჩვის მოდის და მეგობრები მხიარულად თამაშობენ. თამაში დრო ძალიან სწრაფად გადის. მალე ღამდება კიდეც. პატარები ჯერ ვახშმობენ, შემდეგ პიჟამებს იცვამენ და დასაძინებლად ემზადებიან. ხელპირი დაიბანეთ და არც კბილების გამოხეხვა დაგავიწყდეთ. იძახის დედა სამზარეულოდან, მაგრამ მეგობრები უკვე საწოლებისკენ მიიჩქარიან. კბილების გახეხვა მაჩვსაც ისე ეზარება, როგორც თაგუნას.
ტოპო ტიპს ძილის წინ ყოველთვის დედა უკითხავს ზღაპარს. ამ საღამოს კი თაგონას ურჩევნია თვითონ უამბოს მეგობარს საინტერესო ამბები. მაჩვი ტოპო ტიპს ნამცხრების ყუთს უწვდის. ეს შენ მოგიტანე, ძალიან გემრიელია, მიირთვი. პატარები სასაცილო ამბებს უყვებიან ერთმანეთს და თან ნამცხრებს ახრამუნებენ. იმაზე კი სულაც არ დარდობენ, რომ ბევრი ტკბილეული კბილებს აზიანებს. დილით მეგობრებს ტოპო ტიპის დედა ეძახის. პატარებო, უკვე გაიღვიძეთ? საუზმის დროა, რძე ხომ არ გინდათ? პატარები სამზარეულოსკენ მიიჩქარიან. რძე ძალიან გემრიელია, მაგრამ იქნებ ჯერ ნუშის ნამცხვარი გვეჭამა? მაჩვი ნამცხვარს იღებს და მადიანად კბეჭს. უცე პირზე იტაცებს თაც და მთელი ხმით გაჰყვირის. ვაი! საბრალო მაჩვი, კბილი ძალიან სტკივა. ტოპო ტიპის დედა სასწრაფოდ მაჩვის დედიკოს ურეკავს. ისიც მაშინვე მოდის და ატირებული პატარა მაჩვი კბილის ექიმთან მიჰყავს. ხომალე მოურჩება კბილი დედიკო, სულკუნებს ტოპო ტიპი და დედას ეხუტება. რა თქმა უნდა, ხვალ ბაღშიც კი მოვა. ამშვიდებს დედა და ეფერება. ტოპო ტიპი კი მოწყენილი ფიქრობს. ნეტავ გუშინ ძილის წინ კბილები გამოგვეხეხა. იმდენი ნამცხვარი მაინც არ გვეჭამა. ტოპო ტიპი მაშინვე სააბაზანოსკენ გარბის და გულმოდგინედ იწყებს კბილების გამოხეხვას. თან ცალი-თვალით კბილის ექიმის ნაჩუქარ პატარა წიგნში იჭრიდება. შეხედე და თუჩა, ზემო და ქვემოთ, ზემოთ და ქვემოთ. რა ადვილი ყოფილა? უხარია ტოპო ტიპს. დღეიდან ყოველ დღე დილით საღამოს გავიხეხავ კბილებს. ზუსტად ასე, როგორც ამ პატარა წიგნში წერია, რომ გავიზრდები, ჯამრთელი და ქათქათა კბილები მექნება და არასოდეს არ ამტკივდება. წიგნს ახმოვანებდა მარიამ აბუაშვილი.